ეკონომიკა მარტივად, სადაც გიყვებით ეკონომიკაზე ოღონდ მარტივად. დღეს მოგიყვებით საწვავის ფასებზე, უფრო სწორად იმაზე, თუ რა გავიგეთ, ან რა ვერ გავიგეთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნიდან ფასებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს იმასაც გავიგებთ, რაც აქამდე ვერ გავიგეთ, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავიგოთ და თქვენც გაგაგებინოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დღევანდელი გადაცემა განსხვავებული იქნება. ამ გადაცემის არსებობის ისტორიაში პირველად გვეყოლება სტუმარი იმისთვის, რომ დეტალურად დაგვიხსნას ის, რაზეც პასუხი თავად დასკვნის დოკუმენტიდან ვერ მივიღეთ. პრეისტორიისთვის გაგახსენებთ, რომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი იანვარი-აპრილის პერიოდისთვის კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრმა 29 აპრილს დაავალა. დოკუმენტი ეკონომიკურ საბჭოს 14 მაისს წარედგინა, ხოლო საჯაროდ 18 მაისს გამოქვეყნდა. დოკუმენტის გამოქვეყნებამდე სააგენტოს ხელმძღვანელი მედიასთან ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლა და განზოგადებულად გვითხრა, რომ მარტის ბოლოდან აპრილის ჩათვლით კომპანიებს შეეძლოთ გაეიაფებინათ საწვავი, თუმცა ასე არ მოიქცნენ. ეს განცხადებები კეთდებოდა საწვავის ბაზრის ბრენდირებულ თუ არაბრენდირებულ ქსელებთან შეხვედრების პარალელურად, შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართა მთავრობის ეკონომიკური გუნდის ჩართულობით. რაზე საუბრობდნენ საწვავის იმპორტიორები და სააგენტო დახურულ კარს მიღმა არ ვიცით, თუმცა ვიცით ის, რომ შეხვედრებზე დასწრების უმეტესობა დღემდე დუმს, განსაკუთრებით მსხვილი მოთამაშეები და განსაკუთრებით ის ერთი კონკრეტული, რომელიც სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის ძირითადი ეჭვმიტანილია, მსხვილი იმპორტიორი, რომელიც დაბალი თვითღირებულების მქონე რუსულ საწვავს საცალო ქსელში მაღალი ფასნამატით ყიდდა. სააგენტოს თქმით, ეს მაღალი ფასნამატი აპრილში 65 თეთრი იყო, მარტში თითქმის 60 თეთრი. თავად კონკურენციის სააგენტოს მიერ ეჭვმიტანილი კომპანია კი ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ინფორმაციით გახლავთ გალფი. დასკვნაში მეორე ბრალდება რუმინული საწვავის ერთ-ერთ იმპორტიორს რომპეტროლს ეხებოდა. ამ შემთხვევაში სააგენტომ საკმაოდ დამაბნეველი დასკვნა დადო და თქვა, რომ ეს კომპანია საკუთარ ქსელში ძირითადად მაღალი თვითღირებულების საწვავს ყიდის, ხოლო დაბალი თვითღირებულების საწვავს საშუალოდ 40 თეთრიანი სხვაობით საბაჟო საწყობიდან სხვა კომპანიებზე გადაყიდის. რატომ ან რა მიზნით ამ კითხვაზე პასუხს დღეს ვემივიღებთ, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით და აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუსული საწვავის იმპორტიორისგან განსხვავებით რომპეტროლი არ დუმს და ჩვენს კითხვებსაც უპასუხა სამუშაო კვირის მიწურულს. განზოგადებულად კი ბაზრის ყველა მსხვილ რეალიზატორთან მიმართებაში სააგენტოს დასკვნიდან გავიგეთ ის, რომ მათ ლოიალური მომხმარებლებისთვის შეთავაზებული 20-25 თეთრამდე ფასდაკლების ტაბლოზე ასახვაც შეძლოთ, თუმცა არც ასე მოიქცნენ. შეჯამებისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ სააგენტოს მოკვლევის თანახმად საწვავის საცალო ბაზარს მსხვილი და მცირე ქსელები თითქმის თანაბრად ინაწილებენ, უფრო კონკრეტულად 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-მდეა, ხოლო მცირე კომპანიების 41%-ის ფარგლებში, თუმცა უწყებამ დასკვნაში გარკვეული ეჭვი დააფიქსირა იმპორტიორებთან მიმართებაში. ეს ეჭვი სიტყვით ასე ჟღერს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა საბაზრო წილების სახით. ამაზეც ოდნავ მოგვიანებით უფრო დეტალურად იქამდე კი შევხედოთ, როგორ დათვალა საწვავის ფასის მდგენელები და როგორ მივიდა 65 თეთრიანი ფასნამატის დასკვნამდე კონკურენციის სააგენტო. ნუცა შუბაშვილმა შეადარა ერთი მხრივ რეალურად რა ვითარება იყო საერთაშორისო ბაზრებზე და მეორე მხრივ რა ადგენდა საწვავის ფასს საქართველოში. ნუცა როგორია რეალურად ის მაჩვენებლები, რაც წარმოდგენილი აქვს სააგენტოს დასკვნაში და როგორი ვითარება იყო ამ პერიოდში გლობალურ ბაზარზეც და საქართველოშიც ლარის კურსის ნაწილში. ანა, დავიწყოთ ცოტა პრეისტორიით. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის აგრესიამ და უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რომ ნავთობი ნამდვილად არაა ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქტი, რომლის ფასსაც განსაზღვრავს მხოლოდ მოთხოვნა. მიწოდება მასზე არაერთი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა მაგალითად თავად ნავთობმომპოვებელი ქვეყნების პოლიტიკა, მათი მიზნები, გადაწყვეტილებები, კერძოდ ოპეკის წევრი ქვეყნების ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნები. ეს კარგად გამოჩნდა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომისთანავე. ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ნავთობმა მყისიერად დაიწყო გაძვირება და მარტის პირველივე დღეებში 1 ბარელის ღირებულებამ $100 გადააჭარბა. შეიძლება ითქვას, რომ პიკი ნავთობის ფასმა მიაღწია 8 მარტს, როდესაც $123 იყო 1 ბარელზე ნავთობის ღირებულება. შემდგომ პერიოდში შედარებით მარტის ბოლოდან და აპრილში დასტაბილურდა ფასები და სწორედ ამ პერიოდთან დაკავშირებით აქვს კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში კითხვებიც უშუალოდ ქართულ ნავთობ კომპანიებთან, თუმცა სანამ უშუალოდ დასკვნაზე ვისაუბრებდეთ, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ზოგადად საქართველოში საწვავის ფასს არაერთი კომპონენტი განსაზღვრავს, როგორც ნავთობიმპორტიორი ქვეყნის შემთხვევაში. ჩვენ გვყავს რამდენიმე მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანია, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და უშუალოდ იქ მოპოვებული
ნავთობი და შემდეგ საწვავი მოდის საქართველოში იმპორტის სახით, თუმცა ყავს ისეთი მსხვილი კომპანიებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შემოაქვთ მათ უკვე უშუალოდ საქართველოში საწვავი და შეიძლება ითქვას, რომ არაერთი კომპონენტი გასაზღვრავს საწვავის ფასს. ეს არის როგორც მისი თვითღირებულება, ასევე სხვადასხვა საოპერაციო დანახარჯები, მათ შორის ლოგისტიკური ხარჯები, ბუნებრივია, ეს არის ასევე გადასახადები, აქციზი, DGG და ბოლოს ფასნამატი, რაც თქვით, რომ ამ მიმართულებით იყო დასკვნაში კითხვები. რომელიც ყველაზე მეტად დაინტერესებს მომხმარებელს და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმაც და სავარაუდოდ სწორედ ამიტომაც დაევალა კონკურენციის სააგენტოს დამატებითი მოკვლევა და წავიკითხეთ დასკვნაში, რომ რუსული საწვავი დაბალი თვითღირებულებით იყიდება 65%-იანი არა უკაცრავად თეთრიანი ფასნამატით. რეალურად პრინციპში ამ ნაწილში ძირითადად ერთ კომპანიაზეა ეს ბრალდება. რა მიგნებებია, რითი როგორ დათვალა კონკურენციის სააგენტომ ეს 65 თეთრიანი ფასნამატი? რომ გადავიდეთ ანა უშუალოდ დასკვნაზე, როგორც აღინიშნა, დასკვნაში მითითებულია, რომ რუსეთიდან საქართველოში შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავი იყიდებოდა უფრო მისი სარეალიზაციო ფასი შედარებით მცირედით განსხვავდებოდა ევროპიდან იმპორტირებული საწვავის ღირებულებაზე. აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ფასნამატი არის 65 თეთრი აპრილში რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზეა საუბარი. ხედავთ მდგენელებს, აქ არის საოპერაციო დანახარჯი, იგივე DGG, აქციზი, საბაჟო ღირებულება და ასე შემდეგ. თუ კი ახლა გადავალთ ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებზე, ჩვენ ამ შემთხვევაშიც გრაფიკზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ მაგალითად რუმინეთიდან იმპორტირებული სარეალიზაციო საბაჟო ღირებულება შედარებით უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ფასნამატი 20 თეთრს შეადგენს, ხოლო თუ ვნახავთ მაგალითად ბულგარეთის მაგალითს, აქ ვნახავთ, რომ 16 თეთრი იყო აპრილში იმპორტირებული, ბულგარეთიდან იმპორტირებული საწვავზე ფასნამატი. თუმცა როგორც აღნიშნეთ, გარდა რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის გარდა ამ დასკვნაში აქცენტი არის სხვა, ანუ ევროპიდან იმპორტირებულ საწვავზეც და კონკურენციის სააგენტოს აღნიშნული აქვს, რომ რიგ მსხვილ ნავთობ კომპანიებსაც შეეძლოთ აი სწორედ აპრილში გაიაფებინათ დაახლოებით 20-25 თეთრით საკუთარი პროდუქცია ქსელში, თუმცა ბუნებრივია ეს ნამდვილად ვერ იქნებოდნენ ის კომპანიები, რომლებიც როგორც ნახეთ, რომ რიგი კომპანია მხოლოდ 16 და 20 თეთრიანი ფასნამატით ოპერირებდა ამ პერიოდში ბაზარზე. და ვიზეც არის ესეთი დასკვნა, რომ შეეძლოთ გაიაფებინათ, მართლაც რამდენად ქონდათ საფუძველი გაიაფების, თქვათ, თუ განვაზოგადებთ და ერთ კომპანიაზე არ ველაპარაკებთ. თუ კი გადავხედავთ საერთაშორისო ბაზრებზე ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ვნახავთ, რომ მარტის ბოლოდან და ასევე აპრილშიც რეალურად პლაცის მიხედვით, რაც ძირითადად განსაზღვრავს, სწორედ ვიცით, რომ ეს მდგენელი ფასებს მარტში მართლაც იყო შედარებით შემცირებული საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ტიპის საწვავზე ფასები და თუ კი რიგ შემთხვევაში მარტის თვეში $1200 აღწევდა 1 ტონა ბენზინის ღირებულება, აპრილის თვეში იყო დღეები, როდესაც $1000-ზეც ჩამოდიოდა 1 ტონაზე პლაცის მიხედვით ღირებულება. თუმცა თუ საშუალო ფასებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ მარტში თუ კი $1065 იყო საშუალო ფასი ბენზინზე, აპრილში მხოლოდ არც თუ ისე დიდი შემცირება იყო საშუალო ფასის დაახლოებით $18 შემცირება იყო და აპრილში უკვე მივიღეთ $1047 ღირებულება 1 ტონაზე პლაცის მიხედვით. რაც შეეხება ლარის კურსს, რასაც ასევე არის აქცენტი კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში, მართლაც თუ კი მარტის პერიოდს ავიღებთ, მარტის დასაწყისში, როდესაც მნიშვნელოვნად იყო ლარი გაუფასურებული, დაახლოებით 3 ლარი და 40 თეთრის ფარგლებში მერყეობდა მისი ღირებულება, აპრილის ბოლოსთვის უკვე დაახლოებით 35-40 პუნქტით მართლაც ლარის კურსი იყო გამყარებული. თუმცა რა შეგვიძლია თქვა, რატომ შესაძლოა რომ ვერ შეეძლოთ კომპანიებს გაიაფება საცალო სარეალიზაციო ფასის. ერთი მხრივ საკმაოდ მერყევი იყო ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე პლაცის მიხედვით ბენზინის ღირებულება და ჩვენ ვნახეთ, რომ მაისშივე დაიწყო უკვე ზრდა ამ მიმართულებით, ასევე ჩვენ ვიცით, რომ მსხვილი ნავთობ კომპანიების პოლიტიკა და ზოგადად საოპერაციო მიმართულება არის ისეთი, რომ ისინი იკეთებენ მარაგებს, ანუ
დაახლოებით 20-25 დღეში ინტერვალით შემოაქვს მაგ საქართველოში საწვავი და შესაძლოა ის აპრილის პერიოდში გაიაფებული საწვავი და ნავთობპროდუქტები მათ მხოლოდ მცირედი რაოდენობით მოხდა ამ პერიოდში სარეალიზაციო ქსელებში და ასევე ვახსენეთ რომ საყოთ მერყევი იყო ამ პერიოდში ნავთობპროდუქტების ფასები და ერთ დღეს შეიძლება $1000 იყო მეორე დღეს მაგალითად ისევ $1200-ზე ასულიყო პლაცის მიხედვით ერთ ტონაზე ბენზინის ტიპის ღირებულება. ასევე არ შეიძლება ვთქვათ რომ აპრილში საერთოდ არ გაუიაფებიათ კომპანიებს საწვავი საკუთარ ქსელებში, რადგან ჩვენ ვიცით რომ ეგრეთ წოდებულ ლოიალურ და ერთგულ მომხმარებლებს ისინი ფასტაკლებებს ამ პერიოდში სთავაზობდნენ დაახლოებით 20-25-30 თეთრის ფარგლებში და გარკვეულწილად მომხმარებლების ნაწილისთვის მაინც იყო ხელმისაწვდომი შედარებით იაფიანი საწვავი. ასევე ვნახეთ რომ მაისის დასაწყისი უკვე უშუალოდ ტაბლოებზე და სარეალიზაციო ქსელებშიც აისახა გაიაფება კერძოდ დაახლოებით 10-15 თეთრის ფარგლებში და შესაძლოა სწორედ ნაწილმა კომპანიებმა სწორედ აპრილში გაიაფებული საწვავი შემოიტანა საქართველოში და უკვე მაისში მოხდა ასახვა უშუალოდ ტაბლოებზე ასეთი ვარიანტიც შეიძლება რომ განვიხილოთ და შესაძლოა ეს იყოს სწორედ მიზეზი, რატომაც უშუალოდ აპრილში ვერ აისახა ტაბლოებზე ეს მიმართულება. და რომ შევაჯამოთ საბოლოოდ რა გავიგეთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნისგან და რა შეიგვიძლია ვთქვათ საწვავის ბაზართან დაკავშირებით, რამდენად არის ის 10 სცენაში საერთაშორისო ტენდენციებთან. ჩვენ თავარი რაც გავიგეთ, როგორც ვთქვით, ერთი რომ აპრილში რუსეთიდან იმპორტი შედარებით დაბალი თვითღირებულების საწვავის ხდებოდა 65 თეთრიანი ფასნამატი, თუმცა გარკვეული კითხვები მაინც არსებობს, რამდენად შევიდა თუნდაც ჩვენ რომ ნახეთ მდგენელი თუ როგორ დგება ფასი და რა კომპონენტები გააერთიანა კონკურენციის სააგენტომ, რამდენად ყველა ასეთი ტიპის კომპონენტი თუნდაც საოპერაციო დანახარჯებში მაქსიმალურად იყო ასახული, ასევე დასკვნაში ვკითხულობთ რომ მაგალითად რუმინეთში და ბულგარეთში აპრილშივე შეძლეს რომ ასე ვთქვათ ტაბლოებზე და სარეალიზაციო ქსელებში გაიაფებულიყო საწვავი და ამავე პერიოდში არ აისახა ეს ქართულ ბაზარზე, თუმცა ჩვენ როგორც ვთქვით, ეს ორივე ქვეყანა რუმინეთი და ბულგარეთი არის ასე ვთქვათ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა და ამ ქვეყნების კომპანიებს არ აქვთ მთელი რიგი თუნდაც საოპერაციო დანახარჯები, რაც შეიძლება ჰქონდეთ ქართულ კომპანიებს და ასე არაერთი ღია კითხვა რჩება ამ დასკვნასთან დაკავშირებით და იმედია რომ თავად კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე უკვე ცოტა მოგვიანებით გაგცემს ამომწურავად ამ ყველა კითხვაზე პასუხს. ნამდვილად. მადლობა ნუცა. ნუცა შუბაშვილმა გაგვაცნოთ თუ რისგან შედგება საწვავის ფასი კონკურენციის სააგენტოს ხედვით და რეალურად რა სიტუაცია იმ კომპონენტებში, რაც გათვალისწინებული აქვს ფასის მდგენელებში სააგენტოს. მიმდინარე კვირაში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან ერთად საწვავის მსხვილ იმპორტიორებს შეხვდა და დასკვნა გააცნო. გიგაბენია ცდილობდა გაეგო რა პოზიცია აქვს მსხვილ იმპორტიორებს სააგენტოს დასკვნასთან მიმართებაში. გიგა რას ამბობენ კომპანიები, უბრალოდ რას არ ამბობენ, ეგეც საინტერესოა, იმდენად ბევრი არაფერს არ ამბობს. მთელი კვირის განმავლობაში ფაქტობრივად მთავარი თემა იყო საწვავი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნა. ჩვენ ბოლო დღების განმავლობაში ვცდილობთ ვინ არის, გავიგოთ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რეალურად შეეძლოთ თუ არა კომპანიებს საწვავის ფასის შემცირება და ასე შემდეგ. თუმცა უშუალოდ სანამ ამ ნაწილზე გადავალთ, მოდი გავიხსენოთ, როგორ მოვედით აქამდე და რატომ დასჭირდა კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მოკვლევა. ზოგადად საწვავი ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია ძვირდება, თუმცა ჯერ კიდევ შემოდგომაზე, როდესაც მისი ფასის სამლარს გაცდა, მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, ასევე Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, სადაც მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს მომხმარებლები ბოიკოტს უცხადებდნენ. მოგვიანებით უკვე დაახლოებით მარტისკენ, როდესაც ღირებულება 4 ხარს მიუახლოვდა, საპროტესტო აქციები კვლავ განახლდა და მაგალითად გვახსოვს ის ერთი დღე, როდესაც ქალაქი ფაქტობრივად არალიზებული იყო და არ გავკვირვებია მაგალითად მეორე დღეს ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებული განცხადება, როდესაც მან როგორც ყოველთვის აქციის მონაწილეების უკან ნაცები დაინახა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, უბრალოდ უკვე ერთი თვის შემდეგ, თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, რომ ბაზრის მოკვლევა ჩაეტარებინა და შესაბამისი ანგარიშიც წარედგინა. ამის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები რატომღაც გააქტიურდნენ, მაგალითად ეკონომიკის მინისტრი ლევან
დავითაშვილი მისთვის მისაღებ ეთერებში ხშირად გამოდიოდა და საუბრობდა იმაზე, რომ საწვავის ფასი შემცირდებოდა და ამის მაგალითად მას მოყავდა, რომ იაფი ბაზრიდან, ანუ რუსეთიდან შემოვიდოდა საწვავი, თუმცა ამავე პერიოდში თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავდნენ იმას, რომ საწვავი ვერ გაიაფდებოდა. მოდი გადავიდეთ დასკვნაზე, რეალურად რა გაიგეს კომპანიებმა ამ დასკვნიდან და რას პასუხობენ იმას, რაც წარმოდგენილია დასკვნაში, ყოველ შემთხვევაში იმ არგუმენტებს, რაც სააგენტოს აქვს. ანა დასკვნის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა რუსეთს და როგორც ნუსამ აღნიშნა, კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში წერია, რომ ერთ-ერთ კომპანიას რუსეთიდან შემოქონდა იაფის საწვავი და ამ კომპანიას შეეძლო, რომ ფასი, ანუ იაფი აღენიშნა თავის ტაბლოზე, თუმცა კომპანიამ ეს ასე არ გააკეთა, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელსაც რუსეთიდან იაფის საწვავი შემოქონდა, თავის მომხმარებლებს, ან ლოიალურ მომხმარებლებს, რომ ამას და ეს არის კომპანია Galp-ი, იმიტომ რომ სწორედ მას შემოაქვს რუსეთიდან საწვავი. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რეალურად შეეძლო თუ არა Galp-ს გასული 2 თვის განმავლობაში საწვავის გაიაფება, ასევე რა პოზიცია გაქვს მას კონკურენციის სააგენტოს დასკვნასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის უფროსმა გითხრა, რომ ის და მისი გუნდი უცხოეთში იმყოფებიან და არ ცალიათ, თუმცა ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ დისტანციურად შეგვეძლო მათი პოზიციის გაგება, თუმცა რატომღაც საკმაოდ მაღალი ტონით მან შემდეგი რაღაც გითხრა, უბრალოდ თქვით, რომ Galp-ი კომენტარს არ აკეთებს, ვერ გავიგე პრობლემა რაშია. რუსული პროდუქტით ბაზარი არ იყო გადაჯერებული და ვერც გადაჯერდებოდა, იმიტომ რომ ციფრები ხო ეს მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც 50%-ზე მეტი მოხმარებული პროდუქტის არ ყოფილა რუსული პროდუქტი. ამ პერიოდში ლარის გამყარების გამო, საერთაშორისო ფასების ცვალებადობის გამო, თუმცა ის მაინც ძალიან მაღალ მნიშვნელებზე იყო, თქვა, დიდი ქსელური კომპანიების მიერ მოხდა სადღაც 5-10 თეთრით ფასის შემცირება, თუმცა იმ კომპანიების მიერ, რომლის წყაროებიც იყო შედარებით იაფი პროდუქტი, იქ გაცილებით მეტად ესე თქვა დაფიქსირდა ფასების ცვლილება, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ამ დაგვავიწყეთ, რომ დიდ ქსელურ კომპანიებს ხავს თავიანთი ლოიალური მომხმარებელი. გიგა, სააგენტოს დასკვნაში საუბარია ევროპიდან ჩამოტანილ საწვავზე, ამ შემთხვევაში რუმინულ საწვავზე, რომელიც ერთადერთ კომპანიას შემოაქვს Rompetrol's და პრინციპში ამ შემთხვევაში რატომ იყო პრობლემა, არ ვიცი თუ გაიგო თვითონ კომპანიამ, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდა და იმედი გვაქვს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარისგან გავიგებთ, კომპანია როგორ პასუხობს იმ ნაწილს, რაც სააგენტოს დასკვნაში წერია მასთან მიმართებაში. დიახ, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიში წერია, რომ ერთ-ერთ კომპანიას რუმინეთიდან შემოაქვს საწვავი, რომელიც ინახება საბაჟო საწყობში, მაღალი თვითღირებულებით, ის საკუთარ ქსელში ყიდის ამ საწვავს, ხოლო დაბალი თვითღირებულებით ყიდის სხვა კომპანიებზე. აქ ჩდება კითხვა, რას ნიშნავს დაბალი თვითღირებულებით საწვავის გაყიდვა სხვა კომპანიებზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით პასუხები არის საკმაოდ ბუნდოვანი. თავად Rompetrol's-ში აცხადებენ, რომ კომპანია მარაგდება Euro 5 სტანდარტის საწვავით და მისი თვითღირებულება მაღალია, თუმცა აი კომპანიებზე საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებით მისი კომენტარი არის შემდეგი, რომ როდესაც ის იღებს შეკვეთას კომპანიებისგან, ამ შემთხვევაში ფასი განისაზღვრება იმ პერიოდით, როდესაც ამ შეკვეთას იღებს, თუმცა თვითღირებულება სხვადასხვა პერიოდიდან გამომდინარე იცვლება და Rompetrol-ი არის სხვათა შორის ერთადერთი კომპანია, რომელმაც ამ კვირის განმავლობაში ჩვენ პასუხი გაგვცა და შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მისი პოზიცია. კომპანიას აკავშირებს გრძელვადიანი თანამშრომლობა მცირე რაოდენობისა და ზომის კომპანიებთან საბითუმო ვაჭრობის ფარგლებში და რომლებზედაც საწვავის მიყიდვა ხდება წინასწარი შეკვეთის საფუძველზე. შეკვეთის დროს არსებული ფასების მიხედვით, ხოლო წინასწარ შეთანხმებული რაოდენობების ათვისება და შესაბამისად გამბაჟება გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდში კი საწვავის ყოველ ახალ შემოსულ პარტიას აქვს განსხვავებული თვითღირებულება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი. შესაბამისად საცალო რეალიზაციისთვის განკუთვნილი საწვავის თვითღირებულება შესაძლოა განსხვავდებოდეს საბითუმო ვაჭრობისთვის შესყიდული საწვავის თვითღირებულებისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საწვავის თვითღირებულება ხარისხის შესაბამისად მაღალია, ამასთანავე კი ბრენდირებული კომპანიის საოპერაციო ხარჯი საკმაოდ მაღალი, კომპანია ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს სიფრთხილით მოეკიდოს საწვავის ფასების ზრდას მომხმარებლების განწყობიდან გამომდინარე. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საწვავის სარეალიზაციო ფასი რუმინეთში
უფრო მაღალია ვიდრე რუმინული საწვავის სარეალიზაციო ფასი საქართველოში. სააგენტოს საქმიანობა და ამ საკითხში ჩართულობა მნიშვნელოვანია მყარი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. ჩვენ სრულად ვიზიარებთ მთავრობის წუხილ საწვავის გაძვირების თაობაზე და ვართ შეშფოთებულნი გლობალურ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიმდინარე შოკური ცვლილებების გამო. ან რაც შეეხება სხვა იმპორტიორებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასთან გაგვიჭირდა აბსოლუტურად კომუნიკაცია და არც ერთი მათგანი ან რომპეტროლის გარდა რატომღაც კომენტარს არ აკეთებს. ასე მაგალითად, ერთადერთი ვისოლს, როდესაც დავუკავშირდით ჩვენ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ გვითხრეს, რომ კომპანიის წარმომადგენლები თბილისში არ იმყოფებოდნენ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა, ვისოლის პრეზიდენტმა სოსო ფაკაძემ საზოგადოებრივ მაუწყებლობთან კომენტარიც გააკეთა. ჩვენ ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით ვისოლისგან კომენტარის მიღებას, თუმცა არც პრეზიდენტი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ გვპასუხობდა. ფაქტია, რომ კომპანიები ამ შემთხვევაში ხმას არ იღებენ და როგორც უკვე ვთქვით, არ ვიცი რატომ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც იყო, მაშინ, როდესაც 2015 წელს კონკურენციის სააგენტომ მსხვილი იმპორტიორები დააჯარიმა. მადლობა გიგა ბენიამ გაგვაცნო რა პოზიცია აქვს მსხვილ იმპორტიორებს კონკურენციის სააგენტოს დასკვნასთან დაკავშირებით, უფრო სწორად მათ უმცირესობას, რადგან უმრავლესობა არც არაფერს არ ამბობს, როგორ უნდა გაიაფთეს საწვავი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები მცირე და საშუალო ქსელების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ძირითადი ვერსიებით გამოსავალი თურქმენული საწვავის ფასდაკლებით შემოტანა და რა თქმა უნდა რუსული საწვავის იმპორტის გაზრდა. სალომე ლემონჯავა ესაუბრა მცირე სარეალიზაციო ქსელების წარმომადგენლებს. სალომე ამ შემთხვევაში რამდენად უფრო გახსნილები არიან, მოდი აქედან დავიწყოთ, რადგან მსხვილები ასე დუმან და როგორია მათი ხედვა კონკურენციის სააგენტოს დასკვნის. პრინციპში გიგას ასე ვთქვათ გზავნილები უნდა განვაგრძელოთ, იმიტომ რომ საკმაოდ გაგვიჭირდა მიუხედავად იმისა, რომ კითხვები არც ისე ბევრია და საერთოდ ეჭვობით ნაკლებად არის მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებთან. საბოლოო ჯამში მათთან კომუნიკაცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანთან მოვახერხეთ დაკონტაქტება, მათ შორის ერთ-ერთი არის ის, ვინც უშუალოდ ესწრებოდა შეხვედრას და აქ მაინც მთავარი ალბათ ის ინიციატივებია, რომელიც უშუალოდ კერძო სექტორის მხრიდან გაჟღერდა და სხვათა შორის შეხვედრაზე მათ შორის გაჟღერდა აქციზის დროებით გაუქმების ან შემცირების ინიციატივაც, რაც როგორც თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ეკონომიკის მინისტრმა თავიდანვე უგულებელ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტისთვის ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დარგმა, თუმცა სამაგიეროდ ლევან დავითაშვილმა მათი თქმით მოიწონა მაგალითად აზერბაიჯანიდან და ასევე თურქმენეთიდან საწვავის შედარებით ფასდაკლებით შემოტანის ინიციატივა, რაც გულისხმობს მაგალითად ამ ქვეყნებიდან იგივე რეგულარის ტიპის საწვავზე ლოგისტიკური ხარჯის თვალსაზრისით ფასდაკლების დაწესებას ბუნებრივად ქვეყნებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე და როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, უახლოეს მომავალში მას მაგალითად თურქმენეთში აქვს ვიზიტით ჩაანიშნული და ამ საკითხს დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს, თუმცა ბუნებრივია უნდა ვახსენოთ, რომ საერთაშორისო ფასები და ლარის კურსი მაინც გადამწყვეტია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ეგრეთ წოდებულ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც უფრო და ბევრად უფრო სწრაფად ყისიერად რეაგირებენ ხოლმე როგორც წესი ფასებზე. აზერბაიჯანი საქართველოს საზღვარგარეთ ტვირთის ჩამოტანა საშუალოდ პლუს-მინუს დღის $20. ეს არის საქართველოს იმპორტზე. ტრანზიტული ტვირთის ღირებულება $5-დან $8-მდე 1 ტონა. მე ვთხოვე, რომ იქნება აზერბაიჯანის მხარესაც დაველაპარაკოთ ჩვენც და ეს $20, ნუ $8 თუ არ იქნება, გავანახებოთ 10 მაინც გავხადოთ. ეს ერთი სტიმულია. მეორე, ფაქტიურად რაც ხდება ბაქოდან გარდამაში ჩამოტანა, იგივე ჯდება გარდამიდან ბაზამდე მიტანა. სხვადასხვა ეკონომიკის მინისტრმა ჩაინიშნა ეს საკითხი და კინიგზა ჩვენია და შევეცდებით ეს საკითხი დავაყენოთ წესრიგში და რა შესაძლებლობები გვექნება იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. თურქმენეთის სახელმწიფოს ეთხოვოს, რომ აი საქართველოსთვის რაღაც სპეციალური პირდაპირი მიყიდვის გზით მოხდეს საწვავის შესყიდვა. ანუ კონკრეტული ან ორი კომპანიის მიმართ კი არა, ანუ ყველასთვის. სალომე, რაც შეეხება რუსულ საწვავს, პრემიერის და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ვიცით, რომ შემოსულია იაფი საწვავი რუსეთიდან, თუმცა ფასები არ არის ასახული საცალო ქსელში. რა პოზიცია აქვს ბიზნესს რუსული საწვავის წილის ზრდასთან დაკავშირებით სამომავლოდ?
კი ბატონო, ჩვენ ვიცით, რომ რეალურად რუსულ სვაწავს სწორედ როგორც წესი უფრო მეტად და უფრო ხშირად მცირე და საშუალო ქსელური კომპანიები მოიხმარენ, თუ რამდენიმე ერთეულ მსხვილ კომპანიას არ ჩავთვლით და ბუნებრივია შეხვედრაზე მათი თქმით ეს საკითხიც გაჟღერდა, მით უმეტეს როცა ვიცით, რომ რუსეთი ეგრეთ წოდებულ მეგობარ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც ფასდაკლებით აწვდის ახლა ნატო პროდუქტებს და იგივე მაგალითად 1 ტონა ბენზინზე პლაცის შემთხვევაში თუ დღევანდელი უკვე მაისის მდგომარეობით 1200-დან 1266 დოლარამდე ფარგლებში მერყეობს ღირებულება, რუსეთის შემთხვევაში ის დაახლოებით 900-დან 950 დოლარამდე გამოდის, ანუ მნიშვნელოვანი კლებაა, თუმცა შეხვედრაზე ასევე ითქვა ისიც, რომ უკვე აპრილში რუბლის მნიშვნელოვნად გამყარების ფონზე მაისში მათ საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ რუსული საწვავის იმპორტი, ამიტომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ეგრეთ წოდებული ფასდაკლების პაკეტი, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ეგრეთ წოდებულ მეგობარ ქვეყნებს. რაც შეეხება ამ სამი ქვეყნის, ასე ვთქვათ, სამი ქვეყნის შემოტანილი საწვავის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელზეც ახლა ვისაუბრე, თავად ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ახლა საქართველოში შემოდის საწვავი, ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი გახლავთ თურქმენული, ამიტომ ეს შეიძლება ბევრი მათგანისთვის იყოს პრობლემა. ხარისხობრივად მაღალი ხარისხით არც მათი თქმით აზერბაიჯანული საწვავი გამოირჩევა, ხოლო უშუალოდ რუსეთთან მიმართებაში ამბობენ, რომ ის აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და მოგვეწოდება რუსეთიდან ევრო 5-ის ტიპის საწვავი. როგორც წესი, მცირე ქსელების უმრავლესობა მომხმარებელია იმ საწვავის, რომელიც იაფია. ეს არის აქსიომა, იმიტომ რომ მცირე ქსელს აქვს დაბალი ფასი და შესაბამისად ეძებს დაბალი თვითღირებულების საწვავს. ევრო 5-ებიც აქვს რუსებს, ევრო 4-ებიც აქვს. ძალიან რეალურად რუსული საწვავი არასდროს არ ყოფილა უხარისხო. ყოველთვის იყო მაგალითად თურქმენულზე და აზერბაიჯანულზე ბევრად უკეთესი. უბრალოდ იყო ძვირი. ეს არის ჩვენი მეზობელი წარმოებელი ქვეყნები, რომლებიდანაც ჩამოტანა ლოჯისტიკურად მარტივია ახლა. კი, ამერიკა და კანადაც აწარმოებს BIP-ს, მაგრამ ხომ ვერ შემოვიტანთ, ვინაიდან ლოჯისტიკური ჯაჭვი დაჯდება ძალიან ძვირი. და ბოლოს სალომე, როგორ აფასებს კონკურენციის ხარისხს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები საწვავის ნაწილში, მათთვის რამდენად კონკურენტულია გარემო? პრინციპში ისინი ეთანხმებიან კონკურენციის სააგენტოს დასკვნასაც ამ ნაწილში და ამბობენ, რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, რასაც ჩვენ ვხედავთ კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატისტიკაშიც. მართალია 2021 წელს მცირედი კლება 20 წელთან შედარებით, თუმცა საბოლოო ჯამში ბოლო მით უმეტეს წინა წლებს თუ შევადარებთ, ტრენდი მაინც მაღალ ნიშნულზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 1300 ბენზინგასამართის სადგურიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები სწორედ მცირე და საშუალო კომპანიები არიან ბაზარზე წარმოდგენილები. ასევე უნდა ითქვას, რომ საცალო ფასწარმოქმნის შორისაც სხვაობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. იქ ერთი და იმავე ტიპის საწავზე დაახლოებით 30-დან 50 თეთრის ფარგლებში და მათ შორის ასევე განსხვავება არის ფასის ცვლილების თვალსაზრისით დროის შუალედებში. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით ჩვენ ყველამ, რომ ეგრეთ წოდებულ არაბრენდირებული ბენზინგასამართ სადგურებს აქვთ მცირე ტვირთები, მცირე მარაგები, არ აქვთ იმხელა და შეიძლება საერთოდ არც ჰქონდეთ იგივე თქვათ მარკეტინგული ან სარეკლამო ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში აისახება პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზეც და უკვე დღეს, ანუ ბოლო მონაცემებით, იგივე რეგულარის ტიპის საწვავი, მაგალითად ყველაზე მოხმარებადი ტიპის საწვავი საქართველოში, მცირე და საშუალო კომპანიებში ტაბლოებზე გვხვდება დაახლოებით 3 ლარისა და 20 თეთრიდან 3 ლარისა და 35 თეთრის ფარგლებში, რაც საშუალოდ ასე ვთქვათ 20-25 თეთრით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე წარმოდგენილი ტაბლოებზე ხედავთ. ანუ არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს მომხმარებელს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ ძალიან იაფია საწვავი მათ შორის მცირე და საშუალო ქსელებშიც. მადლობა სალომე. სალომე ლემონჯავამ გაგვაცნოთ, როგორია მცირე და საშუალო საწვავის რეალიზატორების პოზიცია კონკურენციის სააგენტოს დასკვნასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სააგენტოს მიგნებებიან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და შესაბამისად მოხდეს ფასების კორექტირება, ან ველოდებით მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი მაინც არის, რომ საწვავის ფაზი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. ეს განაცხადა მიმდინარე კვირაში საწვავის რეალიზატორ კომპანიებთან შეხვედრების პარალელურად ეკონომიკის მინისტრმა. სამწუხაროა, რომ ისგან ვერ მივიღებთ პასუხს რა დადასტურდა და რა არა შეხვედრებზე, რადგან მთავრობა ინარჩუნებს ჩვენს კითხვებზე პასუხის არ გაცემის პოლიტიკას, თუმცა საბედნიეროდ პასუხების მიღება ჯერ კიდევ შეგვიძლია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარისგან და იმედია ეს მაინც არ შეიცვლება სამომავლოდ. მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი საკმაოდ ექსკლუზიურ ფორმატში, იმიტომ რომ ამ გადაცემაში არ უმასპინძლობთ ხოლმე სტუმრებს და დავუშვით გამონაკლისი იმ ინტერესიდან გამომდინარე, რაც არის საწვავის ფასის მიმართ.
საბოლოო ჯამში რა შედეგი მიიღეთ თქვენი აზრით ამ მოკვლევით რეალურად რამდენად დადასტურდა კომპანიების მხრიდან ის დარღვევები, რაზეც თქვენი საუბრეთ? ანა მოგესალმები, თქვენ გუნდს მივესალმები, ვიკო ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ წარმოადგინა უკვე პირველი 4 თვის საწვავის ბაზარზე დაკვირვების შედეგი, ეს არის ფაქტიური აღწერილობა იმ ვითარების, რასაც ადგილი ჰქონდა 2022 წლის პირველ 4 თვეში. განსაკუთრებით ჩვენი ყურადღება ფოკუსირებული იყო მარტის და აპრილის თვეზე, რადგანაც აქ ხდება გარკვეული ისეთი ტენდენციების ფორმირება, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ რეალურად ყურადღება და იგივე პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადება, როდესაც მოწოდება იყო გარკვეულწილად ფასთან დაკავშირებით, სწორედ ეყრდნობოდა ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას. და ჩვენც 3 თვის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ვითხოვეთ დამატებით 1 თვე, აპრილის თვე კონკრეტულად იმისათვის, რომ უფრო ღრმად ჩაგვეხვედა მიმდინარე პროცესებში. კერძოდ გულისხმობ რას, ანუ საქართველოში გაიაფებული საწვავის შემოდინება იწყება დაახლოებით მარტის ბოლოდან და აპრილის დასაწყისიდან და მთელი აპრილის თვე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში პრაქტიკულად ფასზე რეაგირება არ ყოფილა და ზუსტად იგივე ფასები იყო წარმოდგენილი ტაბლოზე, რაც ჰქონდათ მანამდე და მხოლოდ მაისის დასაწყისში დაიწყო მცირედით დაახლოებით 4-დან 10 თეთრამდე საწვავის ფასის კორექტირება. გარდა ამისა, ამავე პერიოდში იგივე მცირე ქსელებში, რომლებიც ზოგადად ბევრად უფრო მოკლინად რეაგირებენ ფასების ცვლილებაზე, სოფლიო ფასების კორექტირებას გულისხმობ. გარკვეული ფასის დაკლების ფაქტები იყო. ამავე პერიოდში ძალიან გააქტიურდა რიგი მსხვილი კომპანიების მხრიდან, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ლოიალურობის ბარათებიდან, საკმაოდ ისეთი სუხე შემოთავაზებები, განსაკუთრებით 15-30 თეთრის ფარგლებში და ასევე გარე ბაზრებზე დაკვირვების შედეგად ჩვენ ნახეთ, რომ იმ ქვეყნებში, რომ საიდანაც ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ და რომ ის შედარებასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც კვარტალურ ანგარიშებს ვაქვეყნებთ, იყო ოდნავ განსხვავებული ტენდენცია, მაგალითად რუმინეთის ბაზარი წლის დასაწყისიდან იქაც ფასები ზუსტად იმ ტრენდშია გაზრდილი როგორც ჩვენთან დაახლოებით 70-80 ფარგლებში, თუმცა აპრილის თვე იქაც გამოირჩეოდა დაახლოებით 6-8 ცენტიანი შემცირებით. მაშინ როდესაც ჩვენთან ესე ვთქვათ აპრილის თვეში საერთოდ მსხვილი კომპანიების მხრიდან ამ ფასების კორექტირება არ მომხდარა, მხოლოდ მაისის დასაწყისში მოხდა, ასე რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნახეთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში და ჩვენს მაყურებელსაც აქტიურად მოუყევით ყველაფერი დეტალურად. თუმცა თქვენ მართალია განაზოგავდებთ დასკვნაშიც და ახლაც საუბრის დროსაც, თუმცა რეალურად თქვენი დასკვნა ეხება 2 კომპანიას, ბაზრის 2 მსხვილ მოთამაშეს, გალფს და რომპეტროლს. სხვადასხვა ბრალდებებით, ასე ვთქვათ. გალფის ნაწილში ეს არის 65 თეთრიანი ფასნამატი რუსულ საწვავზე, რომპეტროლის ნაწილში ის, რომ კომპანია სხვადასხვა ფასატყიდი და საცალო ქსელში საკუთარ საწვავს და საბაჟო საწყობიდან საკუთარ საწვავს. მოდით დავიწყოთ გალფის თემით, რამდენად დაადასტურა კომპანიამ, რომ ეს მართლაც ასე იყო. თქვენ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ კომპანიებს ან უნდა დაედასტურებინათ შეხვედრაზე ეს დარღვევა, ან დაეკორექტირებინათ ფასი. მოდი ასე ვთქვათ, აქ დარღვევის აღიარებაზე ამ შეხვედრებზე საუბარი არ იყო. შეხვედრის მიზანი იყო, რომ როგორც მცირე სეგმენტთან, ასე მსხვილ სეგმენტთან გაგვიარა ის ფაქტობრივი აღწერილობა ჩვენი დასკვნის, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და ნუ ეს არის ის, რაც რეალურად ხდებოდა ბაზარზე. ჩვენ ესე გავაკეთებთ ფორმულირებას, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავის შემთხვევაში ფასნამატები იყო საკმაოდ მაღალი. ან თქვენ ამბობთ, რომ ეს მხოლოდ ერთ კომპანიას არ ეხება, ამით? მოდი მე არ ვისაუბრებ კონკრეტულად კომპანიებზე, ვისაუბრებ თუ არა დარღვევა მხოლოდ ერთი კომპანია. არა, ნახეთ დარღვევის არ დარღვევის ნაწილამდე მივალ. 65 თეთრიანი ფასნამატი. 2 მნიშვნელოვანი ფიქსირდებოდა ბევრთან თუ ერთთან. ნახეთ, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავის შემთხვევაში ფასნამატები იყო საკმაოდ გაზრდილი. ანუ ჩვენი შეკითხვა რაში იყო და ჩვენ არა, ნახეთ, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში ფასნამატები იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი. რამდენ კომპანიაში? ვინც ეს რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი არის რატომ არ ასახელებ კომპანიებში და არის მცირე და საშუალო სეგმენტშიც. გარდა ამისა, საქართველოში შემოდის ევროპული საწვავის, მათ შორის ბულგარეთიდან, მათ შორის რუმინეთიდან, სადაც ფასნამატები იყო შედარებით ნაკლები ვიდრე რუსული საწვავის შემთხვევაში. ანუ იაფილ საწვავის წყარო ამ შემთხვევაში მარტ-აპრილში გამოიკვეთა რუსეთი.
ჩვენი ყურადღება მიიპყრო ორმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ და მაყურებელს მინდა განუმარტო, ყველას მინდა განუმარტო, რომ ფასნამატების რეგულირება, ფასნამატების კონტროლი ჩვენ საკითხი ნამდვილად არ არის და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია თუნდაც 100%-იანი ფასნამატებით ყიდოს საკუთარი პროდუქცია, თუმცა ყურადღება ჩვენ გავამახვილებთ ორ მნიშვნელოვან დეტალს. პირველი, როდესაც რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში ფასნამატი იყო მნიშვნელოვნად მაღალი და იმ კომპანიას ან კომპანიებს, რომელთაც შეეძლოთ ერთ ქსელში თუ რამდენიმე ქსელში. შეეძლოთ ერთ ქსელში თუ რამდენიმე ქსელში, უბრალოდ ერთში თუ რამდენიმე. არ ვისაუბრებ კონკრეტულ კომპანიას. ძირითადად ერთ ქსელში შეეძლოთ მნიშვნელოვანი ფასტაკლებით გაიყიდათ პროდუქტი, მოეპოვათ კონკურენტული უპირატესობა და გაეზარდათ საბაზრო წილი. ეს უკვე ერთი კითხვის ნაწილი ჩვენ შემთხვევაში. ანუ თქვენ გაქვთ მეორე მნიშვნელოვანი. მოდით ჩავეწიოთ ამ ნაწილში, თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ რადგან კომპანიას შეეძლო უფრო იაფად გაიყიდა საწვავი და ამით გამხდარიყო უფრო კონკურენტული და ეს არ გააკეთა, შესაძლოა არსებობდეს რამე შეთანხმება? არა, ეს იყო ჩვენი კითხვის ნაწილი და გვაინტერესებდა არგუმენტები ამ ნაწილზე. მეორე თქვენ ახსენეთ. აი გეტყვი, მოდი თანმიმდევრულად ვიყვათ. ეს ხო ცალ-ცალკე кейსებია ორი კომპანიის. ეს ორივე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება იმ თავარ კითხვას, რომელიც ჩვენ გაგვეცდა და რომელზეც გვაინტერესებდა ამ შეხვედრებზე რეალურად პასუხი. ერთი უკვე გითხარით, რუსეთთან იმპორტირებული საწვავის შემთხვევა, მეორე ყურადღება ჩვენი მიიპყრო რუმინეთთან იმპორტირებული საწვავის შემთხვევამ, როდესაც საბაჟო საწყობიდან სხვა მოვაჭრეებს გაყიდვის ფასი და საკუთარ ქსელში გაყიდვის ფასი მნიშვნელოვნად იყო განსხვავებული და უფრო ძვირი იყო საკუთარ ქსელში შეტანილი საწვავის თვითღირებულება გადასახადების ჩართვით, ვიდრე გაყიდული სხვა მოვაჭრეებსა და ეს იყო სადღაც 30-40 თეთრიანი ფასა არის. აქაც დავშვით ესეთი პირობებს წინასწარი შეკვეთები. კი, აქაც დავშვით ესეთი შეკითხვა, როდესაც კომპანიას შეეძლო საკუთარ ქსელში იგივე ფასად როგორც კიდდა სხვა მოვაჭრეებზე, რა თქმა უნდა შეეძლო. ეს დადგენილია რომ შეეძლო და წინასწარი შეკვეთა საქმიანობა სხვაზე კიდდა და აქიღებდა მოგებას, ესე იგი ლოგიკურად შეეძლო საკუთარ წინასწარი შეკვეთა არის წინაპირობა. არა, ნახეთ როგორ საკუთარ ქსელზეა ლაპარაკი და არა სხვა მოვაჭრეებს. სხვა მოვაჭრეებს აძლევდა ბევრად. წინასწარ შეუკვეთა ორი კვირით ადრე და მან ჩამოიტანა და შესაძლოა უფრო იაფად აქვს, მაგრამ ეს იმ კომპანიისთვის განკუთვნილი მარაგია, ხო არ შეუძლია რომ ქსელში შეიტანოს და იმ კომპანიას უთხრას რომ დამელოდე შემდეგ კვირაში ჩამოგიტანა. საუბარია საბაჟო საწყობზე, საიდანაც თუ სხვა მოვაჭრეებზე იყიდება ერთ კონკრეტულ ფასად კონკრეტული პროდუქტი, იგივე ფასად რა თქმა უნდა შეიძლება საკუთარ ქსელზეც. ამიტომ ამ ფასთა შორის სხვაობება მაშინ, როდესაც შეეძლო ამ კომპანიას საკუთარ ქსელში ძიაფად შეეტანა და მოეპოვებინა კონკურენტული უპირატესობა, ეს არ მოხდა და ჩვენი შეკითხვა ამ შეხვედრებზე იყო ორი ფაქტიდან გამომდინარე, რა პროცესთან გვაქვს. რა პასუხები მიიღეთ? კი, მივიღეთ ჩვენ პასუხებიც, არგუმენტებიც გავცვალეთ. პერიოდი რადგანაც არის მოკლე, ეხება კონკრეტულად აპრილის პერიოდს და მარტის ბოლო დღეებს, რადგანაც მსოფლიო ბაზარზე იყო საკმაოდ ტურბულენტური გარემო, ფასი იცვლებოდა ძალიან ხშირად, მართალია მარტის დაახლოებით 12-დან დაიწყო გარე ბაზრებზე ფასის კლების ტენდენცია დაახლოებით აპრილის ბოლომდე 15%-იან არეალში ამავე პერიოდში კურსიც მყარდებოდა. მიუხედავად ამისა, მაისის დასაწყისი იყო საკმაოდ მაღალი ფასებით გამორჩეული და გარემო იყო რთულად პროგნოზირებადი. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ მოდი ვიზიარებთ ამ ეტაპზე ამ არგუმენტებს და გასაგებია, რომ შეიძლება ესე ყოფილიყო, თანხდებით იმაზე, რომ უფრო მეტი კომუნიკაციით, უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლით, არგუმენტების გაცვლით, ჩვენ ამ მონიტორინგზე ვაგრძელებთ პროცესებს, დავაკვირდებით და თუ მსგავსი ტენდენციები დროში იქნება განგრძობადი და უფრო მეტი საფუძველი იქნება, რომ ჩვენ ვიფიქროთ, უფრო მეტი კითხვა გქონდეს. არ არის ეს რაიმე შეთანხმებული სტრატეგია. მოდი ასე ვთქვათ, გააფრთხილეთ, ხო? არა, გავაფრთხილეთ, რაც დრო არის, მოდი, არა, დრო არის ძალიან მოკლე იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს საკმარისი საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ ეს არის შეთანხმებული სტრატეგია. ამას სჭირდება უფრო მეტი დრო და დაკვირვება და იყო ცოტა მუქარის ტონ შერეული თქვენს დასკვნაში. ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების წილი საერთო იმპორტში შეადგენს 69%, სახეზე ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების. მოდი ახლა გავყოთ ორ ნაწილად. საცალო და იმპორტიორების, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი აზრით ამ დასკვნის, რომელიც სამომავლოდ იმპორტიორებს ანიშნებს, რომ შესაძლოა ამაზე მკვლევა დაიწყოს. თუ თქვენ გაეცანით ჩვენი 2021 წლის წლიურ შეფასებას საწვავის ბაზრის, ანალოგიური ჩანაწერი არის სუბსტატ იკაც.
და ეს მაშინაც გავფრთხილეთ. არა, არ გავთქვით, უბრალოდ ფაქტობრივ გარემოება, ეს არის რეალობა. და ეს არც არ ნიშნავს, რომ მაგალითად სამ კომპანიას უჭირავს 79%-იანი წილი, მაშინ როდესაც იმპორტის დონეზე დღეს მოქმედებს დაახლოებით 45 კომპანია. ეს არის უბრალოდ მოცემულობა, ჩვენი გამდევლობით მიხედვით ეს არის ჯგუფური დომინირების მოცემულობა, თუმცა ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს და უბრალოდ არის რეალობა, რაც გვაქვს. მეორე არის საცალოს ბაზარი, სადაც უკვე სხვა პროპორციები გვაქვს. მაგალითად, უცხოელი კომპანიის წილი არის 60%-იან არეალში და მცირე არეალი. თუმცა სუსტად, მაგრამ მაინც მზარდია ბოლო წლებში. 41-59. დაახლოებით ამ პროცენტში არის და მცირე ქსელებს ჭირდება მეტი ძალის ხმევა, რომ ეს კონკურენტული პრესი გაზარდოს. საწვავზე ამ შეხვედრების შემდეგ თქვენი აზრით. მე გეტყვით, რომ ყველაფერი დამოკიდებული მაინც იქნება სოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. მაისის დასაწყისიდან დღემდე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, აი გუშინაც მაგალითად დღევანდელი მონაცემებით $114-112 ფარგლებში ივაჭრება ბრენტის ტიპის ნავთობი. თავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს საწარმოქმნაზე, არის მსოფლიო ფასი. თუმცა ამის დამბალანსებელი მთელი მაისის პერიოდში, ბოლო პერიოდში არის გამყარებული ლარის კურსი. ცალსახად და კიდე ხაზგასმით ვამბობ, აპრილში კომპანიებს ჰქონდათ რესურსი უფრო მისაღები და დაბალი ფასი ქონოდათ მოქალაქეებისთვის. მაისის დასაწყისში შეიძლება ეს რესურსი აკლებია, თუმცა მე მაინც მგონია, რომ კომპანიები იაფი რესურსების წყაროების მოძებნით სოფლიო ბაზარზე და სხვა გავლენის ფაქტორებზე შემცირებული ეფექტებით ამას თავთან ფასნამატებში კი არ ასახავენ, უფრო მეტი კონკურენციით მოქალაქეებისთვის ასახავენ ტაბლოზე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა ეფექტი ექნება თქვენს დასკვნას და პრემიერის დავალებას. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ეს გახლდათ ირაკლი ლექვინაძე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსგანაც ვეცადეთ მიგვეღო პასუხები იმ დარჩენილ კითხვებზე, რაც გქონდა დასკვნის გაცნობის შემდეგ. მოკლედ აპრილმა გაიარა და თითქმის მიიწურა მაისით. საწვავის უმსხვილესი იმპორტიორების გაერთიანება კი ამბობს, რომ რუსეთიდან იაფი საწვავი აღარ შემოვა და შესაბამისად აღარ საწვავის გაიაფების წინაპირობა სახეზე ეკონომიკის მინისტრი კი ჯიუტად იმეორებს, რომ ხელისუფლების მოლოდინით ქვეყანაში საწვავი უნდა გაიაფთეს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით მთავრობამ რაც შეუკვეთა ის არ ჩამოსულა. სააგენტოს დასკვნაშივე წერია, რომ პლაცის ფასი ლარში კვლავ რჩება მაღალ ნიშნულზე და იანვრის თვესთან შედარებით აპრილის ბოლოს ზრდა შეადგენდა საშუალოდ 41%-ს. საკმაოდ სიმბოლური მაჩვენებელია, რა შეიცვლება და როგორ გამართლდება მთავრობის დაპირება, მოლოდინი ან დაპირება ან მოლოდინი, როგორც გინდათ დაარქვით. ამას საწვავის ფასის აღნიშნულ ტაბლოებზე წავიკითხავთ მარტივად. შემდეგ კვირას შევხვდებით.